ოხრამოულოდნელად ჩამოჰკრა რუსეთისათვის პირველ ყოვლისა რა საკვირველია უბედურების ზარბა. იცით თქვენ რომ აქამდე ევროკავშირს მიღებული ჰქონდა სანქციების რუსეთის დასანქცირების 20 პაკეტი. ახლა უკვე გარკვეული პერიპეტიების შემდეგ, გარკვეული სირთულეების გადალახვის შემდეგ თუ გათვალისწინებით ევროკავშირმა მიიღო სანქციების 21 და ვინც ის და ყველაზე მძლავრი პაკეტიც კი ოხრამოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა და არა მხოლოდ რუსეთისათვის, არამედ გაგიკვირდებათ და იმ ქვეყნებისთვისაც, უფრო ზუსტი რომ ვიყო იმ ქვეყნების ხელისუფლებებისთვისაც, რომლებიც რუსეთს პირდაპირ ირიბად მარცხნიდან მარჯვნივადან ერთგვარად, მრავალგვარად, შეფარვით, არაშეფარვით ეხმარებიან და ამ ქვეყანათა რიგში თუ სიაში ამ ქვეყნებს შორის, ამ ქვეყნების ხელისუფლებებს შორის არის სამწუხაროდ და ვაგლახ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებაც. ანუ ასე რომ ვუწოდებთ და სამართლიანად ვუწოდებთ ბანდა ქართული ოცნებისა, რომელზეც ვიცით ჩვენ მტკიცებულება შესაძლოა არ აქვს ხშირ შემთხვევაში, მაგრამ ვიცით თუ გებავთ ასე ვიტყვი ვგრძნობთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელს ითბობს რუსეთ-უკრაინის ომით და საქართველოს ხელისუფლება წოდებული ბანდა ეხმარება, წაეხმარება კი არა ოდენ, არამედ ეხმარება, სერიოზულად ეხმარება რუსეთს ამ ეგრეთ წოდებული SVO-ს ჩატარებაში და უკრაინის წინააღმდეგ ამ ომის წარმოებაში. ეს ვიცით ჩვენ ირიბი გზებით, რასაკვირველია, ასე რომ მიედავო ვერ მიედავები კი არა, ვერ დაუმტკიცებ თითქოს, ყოველ შემთხვევაში ჩვენს დონეზე ვერ დაუმტკიცებთ, მაგრამ სამაგიეროდ ამას იოლად უმტკიცებენ ან შედარებით იოლად უმტკიცებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები კი ფხრიწება შუაზე ქართული ოცნება არა და არამც ჩვენ რუსეთს არ ვეხმარებითო, მაგრამ ფიცი გვწამს და ბოლო გვაკვირვებს, მათ შორის გვაკვირვებს არა, აღარც გვაკვირვებს ის ასე მაგალითად საექსპორტო მაჩვენებლები, რეექსპორტის მაჩვენებლები თუ გნებავთ ასე ვიტყვი, გაზრდილია 3497%-ით რაღაც მეხუთე ქვეყანაში, ხო? რაღაცა კონკრეტული პროდუქციის რეექსპორტი და გადატანა საქართველოს გავლით და ბევრი რამ კიდე. აი მაგალითად ყულევის ნავთობგადამამუშავებელი არ არსებული, მაგრამ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც იღებს რუსულ უკვე გადამუშავებულ, როგორც მე ხვდები, ნავთობს, აფორმებს იქ რაღაც გადაფორმება ხდება დოკუმენტებისა. ამ ყულევის, სხვათა შორის ამ ყულევის ნავთობგადამამუშავებელ, ეგრეთ წოდებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სანქციები ჯერ არ დაწესებია, ეს ღიად რო ვთქვათ, მაგრამ აი ყვითელზე უფრო წითელი ბარათი აუნთეს ევროკავშირიდან სწორედ 21 სასანქციო პაკეტის ფარგლებში და მისცეს 6 თვიანი ვადა, რომ თუ ის არ აღმოფხრის იმ მავნე პრაქტიკას, რასაც მიმართავდა ამ ხნის განმავლობაში, ისიც მოხდება სანქციების სასანქციო სიაში უკვე 6 თვეში ევროკავშირის 22 იქნება იმ ხანად 23 სასანქციო პაკეტი, ამას ჯერ კიდევ ვნახავთ, ყულევის მოხდება მოკლედ. ხევა ეს ყულევის ეგრეთ წოდებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ამბობს, რომ იცით რა არის, არაფრის შუაში არ არის. ერთ-ერთმა ყოფილმა დეპუტატმა ბიზნა ივანიშვილის მარადიულმა მომხრეებმა ბატონმა კახიშვილმა დაწერა ის, რაც დაწერა, უნდა დაუმტკიცონ, აბა რა უნდა ქნან, ეს უაპელაციოდ როგორც შეიძლება რაღაცების დაბრალება, მაგრამ უაპელაციოდ არც არავინ არავის არაფერს არ აბრალებს, ემები შემოდიოდა და რაღაცა ნავთობი, რაღაცა პროდუქცია რუსეთისთვის სასარგებლო და ესოდენ მნიშვნელოვანი ნავთობი გადამუშავებული თუ გადამუშავებული, ოღონდ გადამუშავებული არა მაინც და მაინც იმაში ყულევში კი არა, სხვაგან გადამუშავებული და იქ უბრალოდ გადმოტვირთული, გადაჰქონდა თუ მიჰქონდა რუსეთში და ესეც ფაქტია. კარგით. ხა ეს არის ერთი ამბავი, მაგრამ აი რაც უკვე ამბავია, ოხრამოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა, რუსეთი მიჩვეულია რომ უბედურების ზარი ჩამოჰკრავს ხოლმე, აი ჩვენთვის კი პირველი ან ერთ-ერთი პირველი თვალსაჩინოება, რომელიც უშუალოდ შეგვეხება ჩვენ. ევროკავშირის სანქციების ბოლო პაკეტში არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ მოხდა ინტერრაო. აი, ვინ არის ეს ინტერრაო? რა გვსმენია მის შესახებ? ბევრი რამ გვსმენია, რასაკვირველია, ვიცით რომ ერთ-ერთი უმძლავრესი კომპანია, სახელმწიფო კომპანია რუსეთში და მას ყველაზე მკაცრი სანქცია დაედო აქტივების სრული გაყიდვა მოხდა. მისი აქტივების სრული გაყიდვა მოხდა, რომ ვიცოდეთ მაინც და აქტივების გაყიდვასთან ერთად სახსრების მიწოდების სრულ აკრძალვასაც
და 50%-იანი წესის სრული მოცულობით ამუშავებასაც გულისხმობს ეს სანქციების პაკეტი. 50%-იანი წესი რა არის? ამას ოდნავ მოგვიანებით გამარტავ. მანამდე კი ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ინტერრაო არის თელასის და თემლიკოს ბენეფიციარი. ბენეფიციარი არასწორი სიტყვა, ბენეფიციარი მფლობელი, ანუ ფლობს ერთგვარად და ერთგვარი ფორმით. და არის ის არის დამფუძნებელი ჰოლანდიური Silk Road Holdings-ისა, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით სანქცირებული არ არის, ეს არის ჰოლანდიური კომპანია, მაგრამ დედა კომპანიის სანქცირება, ანუ ინტერრაოს სანქცირება მისთვის სერიოზული საფრთხეა, სერიოზული რისკია და ეს რომ ვიცოდეთ მაინც. 50%-იანი წესი რას ნიშნავს? ევროკავშირის რეგულაციით ყველა შვილობილი კომპანია ამ შემთხვევაში Silk Road Holdings-ი, სადაც სანქცირებული კომპანია 50%-ს და მეტს ფლობს, ავტომატურად სანქცირებულად ითვლება. ანუ ეს ხსენებული Silk Road Holdings-ი ჰოლანდიური კომპანიაც ისიც სანქცირებულია და ეს Silk Road Holdings-ი ფლობს ამ თემლიკოს და თელას, ანუ რეალურად ფლობს ინტერრაო, უბრალოდ მისი შვილობილი კომპანიის სახით, რომელიც თავის მხრივ ეს ინტერრაო Silk Road Holdings-ის 100%-იანი წილის მფლობელი, ანუ შვილი, ლობილი კი არ არის, ან ერთ-ერთი შვილი კი არ არის, შვილია, ნამდვილი შვილია, ხო? აი, ყველაფერი რომ მას გადასცა, ისეთი შვილი. მოკლედ ეს Silk Road Holdings-ი არის ევროკავშირის იურისდიქციაში და მასაც შეეხება ეს სანქცია. თელასის 75%-იანი წილი და თემლიკოს 100% სრულიად მისი აქტივობაა ბოდიში, ესე იგი არასწორად თქვი, ესე იგი Silk Road Holdings-ის 75%-იან წილს ფლობს თელასში, ხოლო თემლიკოში კი 100%-იან წილს და თავის მხრივ მისი დამფუძნებელი კვლავ ვიმეორებ არის ინტერრაო. ანუ ევროპელი კონტრაგენტებისთვის სანქციები თელასზეც და თემლიკოზეც ავტომატურად გადავრცება და შესაბამისად ოხრა მოუდოდლა ჩამოკრა უბედურების ზარმა ქართული ოცნებისათვის და ბიზინა ივანიშვილისთვის მეთქი ამას რომ ვამბობ, ამას იმიტომ ვამბობ, ჩემის მხრივ რომ ეხლა მრავალ წერტილს დავსვამ, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ დენი გაგვეთიშოს. იმიტომ რომ ინტერრაო სანქცირებულია და სანქციები ავტომატურად გადავრცელდა ხსენებულ ჰოლანდიურ კომპანიას. თელასიც და თემლიკოც ვეღარ შეძლებენ ოპერირებას ევროპაში, ანუ გადარიცხვას, თანხების მიღებას, რაღაცეების ყიდვას, შესყიდვას, აღჭურვილობისა, ასე მაგალითად, ევროპელი მომწოდებლებისაგან გადაერთვებიან თუ არა ჩინეთზე, ალბათ გადაერთვებიან, არ გეგამათებით, მაგრამ ესეც არ არის იოლი გზა, რომ ვიცოდეთ მაინც. ვეღარ მოახერხებენ ვეღარაფრის დაზღვევას ყოველ შემთხვევაში ევრო და ევროატლანტიკურ სივრცეში და ვერ ისარგებლებენ საერთაშორისო მომსახურებით, რაც ესოდენ აუცილებელი და მნიშვნელოვანია მათთვის. საბანკო ანგარიშწორების საკითხი. მათ ბუნებრივია თელას თემლიკოს გახსნილი აქვთ, ანუ ინტერრაოს აქვს გახსნილი ჩვენს კომერციულ ბანკებში ანგარიშები. ევროკავშირის სანქციები ფორმალურად საქართველოს არ ეხება, მათ შორის არც საბანკო სექტორს, რადგან საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ქართული ბანკები ორ ბანკს დავასახელებ, საქართველოს ბანკს და TBC ბანკს, ასე ვთქვათ, საკუთარი ინიციატივით უერთდებიან ხოლმე ამ სანქციებს. და თუ არ შეუერთდებიან, იმიტომ და თუ არ შეუერთდებიან ამ შემთხვევაში, მათ სერიოზული პრობლემები შეექმნებათ. და იმიტომ თავის მხრივ რომ ამ ბანკების ბენეფის დამფუძნებლები არიან მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კომპანიები და ისინი ვერ ასცდებიან ერთგვარ თუ გრებავთ ასე ვიტყვი მორალურ ვალდებულებას ამ თვალსაზრისითაც ვილაპარაკებ და პრობლემებსაც რასაკვირველია პრობლემების აცილებასაც ეცდებიან. აღარ ვლაპარაკობ იმაზე რომ საკორესპონდენტო ანგარიშები აქვთ გახსნილი მათ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და სხვაგანაც. მოკლედ, სანქცირებულ კომპანიას ისინი ვეღარ მოემსახურებიან, ეს კი ნიშნავს წესით ვეღარ მოემსახურებიან. და თუ მოემსახურებიან, ნიშნავს იმას, რომ ჩამოიშლებიან. ხა TBC და საქართველოს ბანკი კი მნიშვნელოვანი ბენეფიციარია, მომხმარებელია მისი ხსენებული თემლიკო თუ ხსენებული ინტერრაო, მაგრამ ამ ინტერრაოსთვის საკუთარ რეპუტაციას ასე ვერ დაიზიანებენ მით უფლეს რომ არ გაგავიწყდეთ რომ ერთიც და მეორეც აქციებიც ლონდონში ივაჭრება. აქედან გამომდინარე ისინი იძულებულნი იქნებიან რომ ჩახსნან ან გააჩერონ ან გაყინონ ანგარიშები თემლიკოსი და თელასისა.
ამიტომ უარს უეტყვიან ისინი სანქცირებულ კომპანიებს და მის კომპანიას და მის შვილობილ კომპანიას მომსახურებას. ეხლა კიდევ ერთი რამეც უნდა აღვნიშნოთ, რომ აბონენტების ანგარიშწორება თემლიკოსთან და თელასთან რა საკვირველია ხდება ლარში, ქართულ ლარში. მაგრამ ქართული ბანკები მაღალი ალბათობით არ შეატანინებენ გამორთმეულ თანხას, თუ მაინც და მაინც ხელზე ხდება გადახდა და არ ხდება ხელზე, ანუ აპარატებით თუ ხდება ასე მაგალითად საბანკო ანგარიშებს. ხოლო გადარიცხვით ხდება უმრავლესობა და თუ მოხდება საქართველოს ბანკის ან TBC ბანკის ანგარიშზე თქვენს მიერ გადახდილი ელექტროენერგიის საფასური, იმ ანგარიშზე ცნობა აღარ ექნება ხსენებულ თემლიკოს, ხსენებულ თელას და ანუ ინტერრაოს. იმიტომ რომ TBC და საქართველოს ბანკი დაბლოკავენ. არ ვიცი ხა ქართულში თუ გადაიტანენ და თუ გადაიტანენ ქართულ ას იზავს ამ შემთხვევაში, სიმართლე გითხრათ ასე შორსაც ვეღარ წავალ. გადასახადების, აი თქვენი გადასახადის და ჩემი გადასახადის მიღებას თელასი და თემლიკო ვეღარ შეძლებენ. მე არ მოგიწოდებთ იმის კეთო გადააგდოთ და არ გადაიხადოთ ელექტროენერგიის გადასახადი არავითარ შემთხვევაში, მაგრამ აქ მარტო ჩვენზეც არ არის ლაპარაკი, აქ არის მსხვილ კომპანიებზე, რომლებიც ბევრად მეტ დენს მოიხმარეთ, ვიდრე ჩვენ მოვიხმართ ერთად. და აქედან გამომდინარე სახელმწიფოს მოუწევს ჩარევა, ამგვარი პრეცედენტები არსებობს ჩვენ სინამდვილეში, ასე მაგალითად ბორჯომთან დაკავშირებით, როდესაც სახელმწიფომ საკუთარი ეროვნულმა ბანკმა და სახელმწიფომ ზოგადად საკუთარი ინტერვენცია მოახდინა ამ პროცესში. ეხლა ერთი რამეც არის აღსანიშნავი, რომ საქართველოს ხსენებულ ინტერრაოსთან წაგებული აქვს სასამართლო დაავა. და არ მინდა შემეშალოს და თუ არ ვწდები აქედან და კიდე 3 წლის განმავლობაში, დღეიდან და 3 წლის განმავლობაში 129 მილიონი ლარი აქვს გადასახდელი. სხვათა შორის თუ ეს ასე და რაღაცა ესასრია, სანქცირებული ინტერრაოსთვის თანხის გადახდის ვალდებულება საქართველოს არ ეკისრება. უფრო ზუსტი რომ ვიყო, არა თუ ვალდებულება არ ეკისრება, არამედ შეუძლია კი არა, ვალდებულია რომ არ გადაუხადოს, იმიტომ რომ სანქცირებულია. მაგრამ რას იზავს მეორე მხრივ საქართველოს ხელისუფლება წოდებული ჯგუფი? თუ გადაუხდის ეს პრობლემა და თუ არ გადაუხდის, უფრო დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ ამ 160 მილიონი დაახლოებით, რომელიც 140 მილიონი, რომელიც მას მართებს ამ ინტერრაოსი. ხო, ინტერრაო ელოდება ამ თანხას და ინტერრაო შეიძლება თქვას, რომ ელექტროენერგიას აღარ მოგვაწოდებს. სხვა შორის აი ეს გათიშვები ელექტროენერგიისა. მე ვარაუდობ, რომ არის არა მაინც და მაინც საბოტაჟი, სად რაღაც ეს ავერსიას აქვს არსებობის უფლება ან რაღაც ანძაზე დაზიანების ბრალი, რაც გამორიცხული ცხადია, არ არის, ხო, ანძებზე დაზიანების ბრალი. არამედ სწორედაც რომ ინტერრაოს გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებისა, რომ საჭიროების შემთხვევაში ისინი ასეთ მკვეთრ და პოლიტიკურ და ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მაზიანებელ ნაბიჯებს გადადგავენ. ახლა ქართულმა უცნებმა მატეხა ერთი ამბავი, რომ მომხრეებმა, რომ ვინ გადასცა სტრატეგიული ობიექტები ინტერრაოს და ასე შემდეგ და ასე. ჯერ ერთი ეს ასე არ არის, რომ თლად ნაციონალებმა გადასცეს. მეორე რაც გადასცეს გარკვეული პირობებით და მესამე და უფრო მნიშვნელოვანი, ეს ყველაფერი ხდებოდა აგე უკვე 14 წლის წინ, 16 წლის წინ, 17 წლის წინ. ამ ხნის განმავლობაში რატომ არ ჩაშალა თუ მაინც და მაინც სახელმწიფოზე იყო ორიენტირებული ქართული ოცნება და სახელმწიფოზე ზრუნავდა ის ცუდი ხელშეკრულებები, რატომ არ გააუქმა, როგორც გააუქმა, აღარ მახსოვს რა ერქვა, თბილისი პარკინგის კომპანიას, აი ებრაული კომპანია რო იყო, კალაძემ რომ გააუქმა მასტარ კონტრაქტი, რომელიც თავის მხრივ თბილისის პარკირებას ემსახურებოდა. ხო მოახერხეს და ინტერრაოსთან რატო ვერ მოახერხეს? არა თუ ვერ მოახერხეს, აქ გითხრათ რომ 140 მილიონი დაახლოებით 139 მილიონი წააგეს ინტერრაოსთან. ეხლა კიდევ ერთი კითხვა, რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება? ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა ეს. თუ ის წავა ინტერრაო, ანუ სანქციებს, რომელიც დაწესებულია ევროკავშირის მიერ 21 სასანქციო პაკეტში გაითვალისწინებს, ამ შემთხვევაში გადაიკიდებს ინტერრაოს, რომელთანაც არა თუ ურთიერთობა არ ჩაშალა ამ ხნის განმავლობაში, არამედ ურთიერთობა გააღრმავა და იქით ვალიც დაიდო მისი. თუ გაითვალისწინებს სანქციებს, თუ არ გაითვალისწინებს სანქციებს, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად გადაძაბავს ურთიერთობას ევროკავშირთან, რაც თითქოს ფეხებზე ჰკიდია და ნამდვილად ფეხებზე ჰკიდია, ასე წარმოაჩენს ქართული ოცნების ხელისუფლება, მაგრამ თლად ასე არ არის საქმე, იმიტომ რომ უკვე შემდგომ ეს ყველაფერი შეეხება რას საკვირველია, ამასობაში კომერციული ბანკებიც არიან გაჩხერილნი და კომერციულ ბანკებს ასე ღიად ვერ მოსთხოვენ ინტერრაოს შვილობილი კომპანიების მომსახურებას ეგრამაგის პასუხი. მაგრამ იქნება და ეცადოს დაძრენას თავის, მაგრამ უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება
შესაბამისად, მოკლედ დასავლეთიდან წეხი გაძლიერდება და რაც ნიშნავს წეხის გაძლიერება და შეიძლება SWIFT-დან ჩახსნან საქართველოს თლიანად საქართველოს კერძო საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს კერძო კომერციული ბანკი. ანუ SWIFT-ი თუ არ გვექნება ჩვენ მომსახურების ეს შესაძლებლობა, ამ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკა თავის ლარიან, დენიან, ელექტროენიან, ბუნებრივი აირიან, თავის ინტერნეტიან, ინტერნეტი ვიღაც ეხსნება ამ პერიოდის, მაგრამ ყველაფერი ჩამოიშლება, რომ ვიცოდეთ. აღარ იქნება გადმორიცხვები თქვენი ნაცნობისა თქვენთვის. იმიტომ რომ სანამ თუ იმ შემთხვევაშიც კი თუ რუსულ საგადახდო სისტემებს მიებმებიან, რაც წარმოუდგენელია ეგ რაბაგს. ან ჩინურებს მიებმებიან, ის ჩინური ხო უნდა არსებობდეს, აი იტალიაში რო ხართ, საფრანგეთში რო ხართ, წდომა ხო უნდა გქონდეთ იმ ჩინურ თუ რუსულ მით უმეტეს საგადახდო სისტემებთან, საგადახდო SWIFT-ის მსგავს სისტემებთან. ასე რომ ესე მარტივადაც არ იქნება ეს ყველაფერი, განსაკუთრებით ემიგრანტებისთვის და ემიგრანტების ახლობლებისათვის, რომლებიც 500 თუ 1000 ევროს თუ დოლარს იღებენ. ეს არის შემდგომი ნაბიჯი, 22 პაკეტი თუ 23 პაკეტი მთლიანად საქართველოს ხელისუფლების დასანქცირება, ასე ვიტყვი, საქართველოს დასანქცირება თუ გდებათ ასე ვიტყვი. არა ვარ მე ამის მომხრე, ხა იმიტომ კი არა მე მეშინია რაღაცა სამართალდამცავი მდინარაძისეული, არა ვარ მომხრე საქართველოს დასანქცირება, მაგრამ ქართული ოცნების ხელისუფლება თავისი უაზრო, უგვარი და რუსული პოლიტიკის გამო რომ ყველაფერს იმსახურებს ეს ფაქტი. ამიტომ აი რა მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარბა მეთქი. დიახ, ჩამოჰკრა, იმიტომ რომ სქილასა და კარიბდას ორ ურჩხულს შორის გაჩხერილია სამხრეთ იტალიაში, ხო, სამხრეთ კავკასიაში. ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლება ერთი მხრივ ერთი ურჩხული ბჭყალებში აწვება დასავლეთის სახით და მეორე მხრივ მეორე ნამდვილი უბჭყალოდ ურჩხული რუსეთი აწვება ინტერრაოს სახით ან უშუალოდ რუსეთის ხელისუფლება და ბიზინა ივანიშვილი იჭყლიტება და გაიჭყლიტოს მე თანახმობა. იმიტომ რომ ამ ხნის განმავლობაში მას სხვა არაფერი გაუკეთებია გარდა იმისა, რომ დაიფსახურა სწორედაც რომ გაჭყლეტვა და აი ამ გაჭყლეტა ჭყლობ ესეთ ხმას რო გავიგებთ, მერე იქნება და გვეშველოს. თუმცა რთული დროება გველის. აღნიშნავ ხაზგასმით, რომ შეიძლება ელექტროენერგია არ გქონდეს. ეს ნიშნავს, რომ ინტერნეტიც არ გვექნება, ეს ნიშნავს, რომ წყალიც არ გვექნება. ეს ნიშნავს ბევრ რამეს და ეს ნიშნავს იმას, რომ ამასობაში მერე უკვე დათარეშობენ ბანდები და ბუნებრივად დათარეშობენ და ის 90-იანი წლები ბრუნდება, რომლებსაც ვინც ის და შეჰნატრის კიდეც ბიზნესი ის ხო ამიტომ არის მოსული, რომ ყველაფერი საქართველოში რომ საქართველოს დესაკართველოიზაცია განაპირობოს. ყველა ინსტიტუცია მოარღვიოს და მერე ვიღაცას დააბრალოს. თვითონ შეუწყოს ხელი სამოქალაქო დაპირისპირებას, როგორც სხვას გადააბრალოს. ღირსების აღდგენაზე საუბროს თავად და ასაუბროს სხვა, როგორც თავად ღირსება დაკარგული იყოს და ნამდვილ ღირსება დაკარგული იყოს. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, ოხრა უბედურება მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა ჩამოჰკრა ამათთვის, თუ ესენი მეტნაკლებად პატიოსნები არიან, მაგრამ პატიოსნებიც არ არიან მეორე მხრივ. ხო, ესეც ხო ფაქტია. ესენი ხო შეგნებულად აკეთებენ ამ ყველაფერს. ენერგია შეიძლება არ გქონდეს უახლოეს ხანებში. ლარი შეიძლება ჩამოიშალოს და მერე ახტეს და დახტეს ირაკლი კობახიძე და ილაპარაკოს, რომ აი ჩვენ გვაქვს 9%-იანი ეკონომიკური ზრდა, არაფერიც არ აქვს. პარაზიტირებდნენ უკრაინის ომზე, ახლაც პარაზიტირებენ. ეს რომ ვიცოდეთ მაინც. ნახვამდის.